მიკაელ კადიევი და რიზვან ომაროვი სამართალდამცავებმა დღეს გამთენიისას საკუთარ ბინაში დააკავეს. მათი დროებითი საცხოვრებლიდან კი ჩხრეკის შედეგად დიდი ოდენობით ძლიერ მოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერება, ელექტროდეტონატორები, აგრეთვე ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაცია ამოიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კადიევი და ომაროვი ტერორისტული აქტის მომზადებაში არიან ბრალდებული. ორივე დაკავებული რუსეთის ფედერაციის ყალბი პასპორტით სარგებლობდა. დღეს გამთენიისას თბილისში დაკავებული იქნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები მიკაელ კადიევი და რიზვან ომაროვი, რომელთა დროებითი საცხოვრისიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა დიდი ოდენობით ძლიერ მოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერება, სავარაუდოდ პლასტიდი და ელექტროდეტონატორები, აგრეთვე ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაცია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა მომზადების სტატიაზე აღკვეთა. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიების ამ ეტაპზე დადასტურებულია, რომ კადიევი, რომელსაც ინტერპოლი ეძებს, საქართველოს თავს 2011 წლიდან აფარებდა, თუმცა პერიოდულად ის ქვეყნის ფარგლებს ტოვებდა. გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადებაში მხილებულ პირთა დანაშაულებრივი კავშირების, ხელშემწყობებისა და მფარველების დადგენისათვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ მუშაობს. ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატულ-სამძებრო ღონისძიებები ტერორისტული აქტის მომზადებაში მხილებულ პირთა დანაშაულებრივი კავშირების, ხელშემწყობებისა და მფარველების გამოვლენისა და გაუნეულყოფის მიზნით, როგორც ქვეყნის შიგნით, აგრეთვე საერთაშორისო ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში. ვინაიდან მიკაელ კადიევის მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის თანამონაწილე პირი დასავლეთ ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის სამართალდამცველების მიერ ჯერ კიდევ 2012 წელს იქნა დაკავებული. არის თუ არა რაიმე კავშირი ტერაქტის მომზადებისათვის დაკავებულ პირებსა და თალიბანის სახელით გავრცელებულ ვიდეო მასალას შორის. მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი აცხადებს, რომ ურთიერთკავშირი ჯერ დადგენილი არ არის და გამოძიება მიმდინარეობს. ჯერჯერობით ამ ეტაპზე ამ განცხადებისგან თავს შევიკავებთ, გამოძიება მიმდინარეობს და შესაბამის განცხადებას გააკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც უშუალოდ ახორციელებს ამ გამოძიებას. დიახ, პროკურატურა ჩვეულებრივად არის ჩართული, რასაკვირველია, მაგრამ გამოძიების მწარმოებელი ორგანო არის შინაგან საქმეთა სამინისტრო და ის გააკეთებს შესაბამის დამატებით. რამე კორელაცია ხო არ არსებობს იმ ვიდეოსთან? ჯერჯერობით ასეთი რამ დადგენილი არ არის. კრიმინალისტი გია დეკანოზიშვილი იმ შედეგებზე საუბრობს, რაც შეიძლება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ამოღებული ასაფეთქებელი ნივთიერების გამოყენებას გამოეწვია. მე გეტყვით, რომ 5 კილოგრამს შეუძლია 1 მეტრის ორმო ამოთხაროს უპრობლემოდ 5 კილოგრამს. ეს ორმო ღია სივრცეში ამოთხაროს. თუ ამას დახურულ სივრცეში მოათავსებ 5 კილო, ამას შეუძლია მთლიანად გაანადგუროს ერთი ავტომობილი. დახურულ სივრცეში ეს ლაპარაკობ თვითონ ესე იზომება პლასტიდის ისა, დახურულ სივრცეში ათავსებენ, თორე ღია სივრცეში მისი ეფექტი უკვე არის დამტყმელი ჰაერი. 14 მეტრში ადამიანისთვის სახიფათოა, ნუ ეს იზვიტაჩნე დავლენია, ნუ წარმოიქმნება წნევა, საკმაოდ დიდი წნევა და ორგანოებს დაუხეთქავს ადამიანს. ნუ საკმაოდ საშიში არის და საქმე ის არის, რომ თანამედროვე პლასტიკური ნივთიერებები, ასაფეთქებელი ნივთიერებები უკვე იმდენად ძლიერ მოქმედებია, რომ უკვე ეკვივალენტებსაც ვეღარ სინჯავენ, ვეღარ ასწრებენ უკვე ისეთ სწრაფად ვითარდება. ინტერპოლის გარდა კადიევს რუსეთიც ეძებს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, კადიევმა 2009 წელს მოსკოვში დაღესტნის ხასავარიუტის რაიონის გამგებელი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მოხდა. სწორედ ამის შემდეგ გამოცხადდა ის თანამზრახველებთან ერთად ფედერალურ და საერთაშორისო ძებნაში.